ბაჰარი. რა საოცარი დღეა. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. შენ როგორ ხარ, დემირ, მზად ხარ ცხოვრების შესაძლებლად? საყვარელო. მესმის. ახლა გაბრაზებული ხარ. მაგრამ გაივლის. ამას ჩვენთვის ვაკეთებ, დემირ. ჩვენთვის გესმის? ორივესთვის ასე სჯობს. ასე სჯობს? წავიდეთ, დროა. კარგი ძირფასა. კარგი. წავიდეთ. ჰასან, ჭკუიდან გადაყავად. უპასუხე ტელეფონს. დედა. ვერ ვუპასუხებ. გაგიჟდება. თარიქს ნამდვილად მოკლავს. დედიკო, შენ მაფრთხილებდი. მე კი არ გიჯერებდი. მეგონე ჭკვიანი ვიყავი. ვერ ვხედავდი ჩემ ცხვირწინ რა ხდებოდა. მაპატიე, პატარა. მაპატიე, საყვარელო. ვწუხვა, რომ ჩემ გამო ამდენი რამის გადატანა მოგიხდა. მეგონა მამა შენი დაჭკვიანდა. მაგრამ ისევ შევცდი. მაგრამ გპირდები. მის გამო ცრემლს აღარ დავღური. გავშორდები. ახლოს აღარ გავეკარებ. მორჩა. ალბათ ბრაზობ ჩემზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს აუცილებლად გამიგებ. ასეთ უსინდისო ადამიანთან ერთად ცხოვრებას სჯობს მამა საერთოდ არ გყავდეს.
გამარჯობა ჰაზან. აქ რას აკეთებ? მესალმები კიდეც? დაუბრუნდი. დაბრუნდი? მართლა? მოშორდი აქედან. წადი, უსინდისო. დროზე წადი აქედან. ო, სამუშაო დავასრულე. შენი ინსტრუმენტები მე მაქვს სიავუს. კარგი, სახელოსნოში დავტოვებ. ახლა გჭირდება? კარგი, მოვალ. როგორ სიტყვი დროებით? Çantanın içindeydi bu. Akar იყო? ალბათ ჰაზანის სახლთან გადმოიყარა. აქ მოსვლას როგორ ბედავ? როგორ ბედავ უსინდისო? წადი აქედან. წადი. აქედან მოშორდი მეთქი გეუბნები. შენ კი ისეთ გახარ თითქოს არაფერი მომხდარა. ეს რა თავხედობაა? სწრაფად წადი აქედან. იმასთან წადი, ვისთან ერთადაც გეძინა. ჰაზან, რა ხაზან? ხაზანი აღარ არსებობს, მოკვდა. წაითრიე. ჰაზან დამშვიდდი. წადი, მოშორდი აქედან. ეყოფა. შენ რა გაგიჟდი? ჩხუბის და ყვირილის გარდა არაფერი შეგიძლია. რაში მადანაშაულებ? შენს თავს შეხედე. და მერე დამადანაშაულე. ორსული ქალი ასე უნდა ყვიროდეს? თავს საერთოდ აღარ უვლი ჰაზან. მთელი დღე ჭამის მეც არაფერს აკეთებ. თან ჩხუბობ. ჭამ, სვამ და გძინავს. სულ ეს არის, რასაც აკეთებ. თანაც გამუდმებით ჩხუბობ. მონცლით შენ შვილს ვატარებ. როგორ არ გცხვენია? მერე რა, შვილით ნუ მაშანტაჟებ. ახლა თუ ასეთი ხარ, 9 თვის შემდეგ რა იქნები? გაითრიე. თვალით არ დამენახო, წადი. ნაძირალა, გაგშორდები. რა თქმა უნდა. განქორწინება რომ ასე ადვილი იყოს? ჩემი თანხმობის გარეშე ვერ განქორწინდები. ეს ქორწინება ჩემი თანხმობის გარეშე არ დასრულდება. ჩემმა ძმამ ხელი უნდა გთხოვოს. რა? სერიოზულად? დემირმა ხელი უნდა მთხოვოს? ხო. მართლა? შეგიძლიათ ფოტო გადაგვიღოთ?
რა დაგიშავე დემირ? ასეთი რა გავაკეთე, რომ ეს დავიმსახურე? რა დავაშავე? რა გავაკეთე არასწორად? შენ არაფერი დაგიშავებია ბაჰარ. ხო, თავს მოიდანაშაულებ. ყველაფერში დემირია დამნაშავე. ეს ოთახი. ეს სახლი. უშენო ცარიელია ძმაო. შრომა შეგიმსუბუქდეს პრინცესა. გმადლობ. რას აკეთებ? მეცადინეობა რა? ხო, მეცადინეობ, მაგრამ უკვე დავიღალე. ზოგჯერ დაღლაც არ არის ცუდი, მთავარია ტვინი არ გადაგეღალოს. თავარი ეს არის. რას ესეცილო ხარ ძამიკო? რა ვქნა ასეთი ვარ? რას მალავ? არაფერს. კარგი რა, მაჩვენე. რა არის? მაინტერესებს. ხომ გითხარი არაფერი? ძმაო, მაჩვენე. გონი შენ ერთი ქურთუკი მოგეწონა. ხო. მიყიდე? არ ვიცი. აბა ნახე. დამეხმარე. გმადლობ ძმაო. ძალიან მიყვარხარ. მეც ძალიან მიყვარხარ პრინცესა. ძამიკო, უკვე მენატრები. არ ვიცი, უშენოდ რა უნდა ვქნა. რას ლაპარაკობ? რომელ თანხმობაზე მელაპარაკები? იმაზე რომ არ მინდა. აბა სცადე და განქორწინდი. შენ რა? სიცოცხლე მოგბეზრდა? მიღალატე და განქორწინებაზეც უარს ამბობ? საკმარისია, გიღალატე და გიღალატე. თითქოს ასეთი მხოლოდ მე ვიყო. რას გულისხმობ? ხო, ასეთი მარტო შენ ხარ. თითქოს შენ ხარ პატიოსნების განსახიერება. შენ თვითონ გამუდმებით იტყვები. ჰაზან ჰანი მდიახ, მაგრამ მე მადანაშაულებ. გულუბრყვილო რომ ვიყო, შენც მიღალატებდი. ჩემთან დაწექი და მერე ცოლად გამომკევი. იმასაც კი მიმალავდი რომ ორსულად იყავი. მათ ყო არა კიდევ მე ვარ? არ ცხენია? შენ მე არასდროს მაფასებდი. ჩემს ოცნებებს არაფრად აგდებდი. მაგრამ სულ ტყუილად. ინანებ რომ დამცინოდი. მალე გაიგებ მე რა შემიძლია. ძალიან მალე. უკვე გავიგე რა ნაცირალაც ხარ. გონია კიდევ რამით გაგვაკვირვებ? ეს სიმღერა უკვე მოსმენილი მაქვს. ნახავ შენ რას იზამ. ცხოვრებაში რას მიაღწევ. ისევ შენს ოცნებებზე მელაპარაკები. ჯანდაბაშიც წასულ ხარ. შენს ოცნებებთან ერთად. გაეთრიე. შენი დანახვა აღარ მინდა. აქედან მოშორდი, თორემ პოლიციას გამოვიძახებ. გადი. გადი აქედან. მოშორდი. კარგი. ახლა წავალ, მაგრამ განქორწინების იმედი არ გქონდეს. ავტოგრაფ შემეხვეწები. ჩემს პლაკატებს გამოკიდებ. აი ნახავ, ინანებ. ჰაზან, თვალები გაახილებთ, ხო? ჰაზან. ღვთის გულისათვის. ჰაზან. ბაჰარ. თავს ასე ნუ მოექცევი. არ გინდა. თუ ტირილს არ შეწყვეტ, უფრო გაგიჭირდება. გინდა სადმე წავიდეთ? ძვირფასო, თავს ნუ იტანჯავ.
თხო ვარ გინდა ნუზირის საყვარელო. İnat etme ne olur. ნუ ჯიუტობ. წამოდი გავისეირნოთ. Çıkalım. წამოდი. Arabayla dolaşırız. Bahar. ბაჰარ, Hadi kızım. წადი. შერეფი versin პარკში seni. წაგიყვანს. Hava alırsın სუფთა ya. ჰაერ ჩაის უმთქავ. İstemiyorum. არ მინდა. Bak. ბაჰარ. გასეირნება შენზე eğlenip კარგად gezmeyi იმოქმედებს. bilmiyorum. Sadece წავიდეთ. çıkalım. გულს გადააყოლებ. Kafam dağılsın. წავიდეთ. ჩემო ლამაზო. შერეფი მართალია. წადი გაისეირნე. დამიჯერე თავს უკეთ იგრძნობ. ერთი რესტორანი მიცი შეგვიძლია რამე ვჭამოთ. თან ცოტას დამშვიდდები. 4 კედელში ჯდომა უარესია. Kötü olacaksın. გთხოვ, Peki tamam. კარგი შერეფ. Çıkalım. წავიდეთ. Tamam. კარგი. Hadi sen შენ biraz გაემზადე, მე ქვემოთ დაგელოდები, Ben კარგი? aşağıda seni bekliyor olacağım. Tamam mı? Hadi bakalım. კარგი, ჩვენც გავიდეთ. მიდი გაემზადე შვილო. მიდი. İyiyim. ამბობს ყველაფერი რიგზეაო, მაგრამ რაღაც აწუხებს. მისი ნერვიულობა არ შეიძლება. ის ხომ ორსულად არის. გისმენ ნურჯან, რამე გინდოდა? Abla. გონულ როგორ ხარ? საქმეები როგორ მიდის? İyiyim kızım. ყველაფერი რიგზეა. მოხდა რამე? რამის თქმა გინდოდა? Abla. იცი, არ მინდათ ყველად განერვიულო, მაგრამ მაინც გეტყვი. Belki შესაძლოა ben ვწდები, მაგრამ yapmışımdır. Ablam ben yolda გზაში ხაზანი შემხვდა. halini რაღაც არ მომეწონა. რა სჭირდა? Yani არაფერი, çok უბრალოდ şey განერვიულებული olmuş da. ჩანდა. Ablam ტიროდა. çok kararsızdı. Aa, კითხე რა სჭირდა? bir şey de მითხრა sormadı. ყველაფერი რიგზეაო. Yani ruh halinde ორსულობის და abla. ჰორმონების ბრალიაო. Hormonlar falan. მაინც ვნერვიულობ. კარგი ძვირფასო, ყველაფერს გავარკვევ. Ablam. Bak შესაძლოა სერიოზული არც არაფერია. Nurcancığım kapat. ნურჯან, დროებით მოგვიანებით დაგელაპარაკები. Pamuk Hanım. თამუქანი, ჩემ შვილს ვნახავ და მალე დავბრუნდები. Gelirim. Hayırdır kötü bir ყველაფერი şey რიგზეა? Gitmiş bir. გაიქცა. რა მოხდა? რატომ დაბრუნდი? არაფერია. ამაზე ლაპარაკი არ ღირს. რა ხდება? არ დაილაპარაკეთ? დავილაპარაკეთ? მაშინ ყვირილი დაიწყო და წამოვედი. მოიცა. ცოლისგან წამოხვედი? თქვენი ქორწინება დასრულდა? დაივიწყე. ანუ ერთმანეთს დაშორდით? არა, რას ამბობ? ცოტა წავიჩხუბეთ. სულ ეს არის. Az bir hırlaş. უბრალოდ წაიჩხუბეთ. გაიხსენო როგორ ყვიროდა. Değil misin? მის ადგილას ნებისმიერი მაშინვე მიგატოვებდა. არა, ჰაზანი ასეთი არ არის. მაპატიებს. დარწმუნებული ვარ გადაულის. დარწმუნებული ვარ. Nasıl affeder? როგორ გაპატიებს? Yani kadın ვერ ნახე რა მდგომარეობაში იყო. მოვაგვარებ, ნუ ღელავ. შენ არ თქვი რომ ქარიზმატული ვარ. Sen demiyor musun? Sende Komasya. şey var diye. ხო, ასეთი ხარ. ასე რომ ჩემ წინაშე ყველა უძლურია. დემირ ძვირფასო მომშივდა. შენ არ გშია? წინ ძალიან კარგი რესტორანია. მოდი შევაჩეროთ. საჭირო არ არის აეროპორტში ბევრი რესტორანია. მაგრამ იქ ბევრი ხალხი იქნება. დრო საკმარისი გვაქვს. აქაური კერძები ვიცი ძალიან გემრიელია. აი იქ მარცხნივ გააჩერა. კარგი, როგორც იტყვი.
გმადლობ ოჟან. არაფერს. უკეთ ხარ? როცა დაეცი ძალიან შემეშინდა. ექიმმა თქვა, რომ პირველ თვეებში ასეთი შემთხვევები ხშირია. სანერვიულო არაფერია. ამას უნდა მივეჩვიო. მივხედა. მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. და არ დაგავიწყდეს ექიმმა რაც გითხრა. კვეთრ მოძრაობებს მოერიდე. კვებას და ძილს ყურადღება მიაქცია და სტრესს მოერიდე. სტრესს არა. განაის შესაძლებელია ოჟან. თარიქი როგორც მომექცა. მის გამო რისი გადატანაც მომიხდა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც ვერ ვნახავდი. ბედის ირონია. ვიცი რთულია, მაგრამ უნდა ეცადო ბავშვის გამო. მე შენ გვერდით ვარ. ვიცი ოჯან. გმადლობ. კარგი სახლში წავალ და დავისვენებ. რა თქმა უნდა, გაგაცილებ. წავიდეთ. სადმე მდივართ? აქვე ახლოს ერთი კარგი რესტორანი ვიცი. იქ მივდივართ. არ მიშია. იქნებ სხვაგან წავიდეთ. აუცილებელი არ არის, რომ ვივახშმით, უგემრიელესი დესერტი აქვთ. დესერტი. ხომ იცი ასეთ მომენტებში დესერტი წამალია. პრობლემას მომენტალურად გავიწყებს. ოჟან არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. ექიმთან წამომყევი. გვერდში დამიდექი. გმადლობ. არაფერს აზან. რას ამბობ? თუ რამე აქ ვარ. კარგი. გამიმართლა რომ აქ აღმოჩნდი. ხომ შეიძლებოდა ბავშვს რამე მოსვლოდა. ამაზე ფიქრიც კი მაშინებს. გეყოფა ჰაზან, ამაზე აღარ იფიქრო. ნებისმიერი ასე მოიქცეოდა. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, დაგეხმარები. დროებით. ექიმის ნათქვამი არ დაგავიწყდეს. ჰაზან. არ მოიწყინო. ყველაფერი კარგად იქნება. იმედია ოჟან. იმედია. დემირ, რატომ არაფერს ჭამ? არ მშია. ეს როგორ? მარტო ჭამასე არ შეიძლება. განაირი წყვილი ვართ. თუ ჩემ წინაშე მადაგი კარგება. კარგი დემირ. ვიხუმრე. დემირ. შენი მესმის, გაბრაზებული ხარ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჯერა რომ ძალიან ბედნიერები ვიქნებით. დრო საუკეთესო მკურნალია დემირ.
დროთა განმავლობაში ბრაზიც გაგივლის. მე ეს ყველაფერი სიცილით გაგვახსენდება და მიხვდები, რომ მართალი ვყოფილ ვარ. დედას რამდენჯერ დაურეკავს. რას ვეტყვი? მამას რომ გაიგებს, საშინელება მოხდება. აი, ხაზან ასე ხდება, როცა დედას არ უჯერებ. მეუბნებოდა მისგან კარგს არ უნდა ელოდო. მეც დამინგრია ცხოვრება. დედე ჩემსაც. და შენც. მაპატიე ჩემო პატარა, აპატიე დედას. როგორ შეიძლება მათყუ არ ასენდო? როგორ? როგორ? რასულელი ვარ. როგორ დავუჯერე? გადავიხდი. იჯექი მე გადავიხდი. გამარჯობა, გადახსნა მინდა. რა თქმა უნდა. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.